პაპუაშვილი ამბობს, რომ ღვთიური მანერა ხომ არ არისო ვიზო მიმოსვლაო. თქვენ რა ეთყოდით პაპუაშვილს? პაპუაშვილს ვეთყოდი ჯერ დაფიქრდეს, სანამ რაღაცა უნდა თქვა, ადამიანმა დაფიქრდეს, იგი ახლა მოდიხარ მიკროფონს დოცა გამახოხე და მეც უცებ ვერ ვამბობ, ვერ ლაპარაკობ, ხო? იმანაც უნდა დაფიქრდეს აქ დრო. ვის უშლიან ვიზას? ვის არ უნდა ჩვენთან დემოკრატია? იმას უშლიან მექთამეებს, რა ქვია, კორუფციონერებს. და გახშენ ახალი სამუშაო ადგილი არის, მიდიან იქან და მუშაობენ, ხო? უფრო ადვილად, უფრო შედარებით მეტი ახალი თუ დავშოთ 500 ლარად მუშაობს, იქან შეიძლება 1000 ევრო მიიღოს ან 2000. მაინც რაღაცა შეღავათი ხო, მა? არ გაუარესდება ამით ჩვენი ცხოვრების პირობები? თუ ვიზა გაჩერდება? გაჩერდება, რა თქმა უნდა, სანამ მაშინ საქართველოს უნდა გამეჩინოს ისე რომ მე არ წევდი ევროპაში სამუშაოდ, უნდა მქონდეს დამასაქმოს მე. სამუშაოთი, სწავლა, განათლებით და როგორც უმაღლეს ადამიანი დაამთავრეს კანონდაზებო სამსახური უნდა დაასახოს. მეტი ინვესტიცია ჩამევიდეს ქვეყანაში რომ იყოს სამუშაო ადგილი, მაშინ ვინ წავა? მე ახლა სინამდვილე გითხრა, ჩემი 400 ლარი პენსია მირჩევნია, მაგრამ 1000 ევრო, იმიტომ რომ მაინც სახში ვარ. მიჭირს, მაგრამ მაინც სახში ვარ. რა ქთას ახალგაზრდა, ხო უნდა ფული. მედიცინაში ახლა შედით თქვენ და ნახეთ მაღაზიაში. თუ ნაფთიაქში ბავშვების წამალი რაღაც. ეს დაინტერესოს თავრობას რაღაც. ან ანალიზი 1880 ლარი დამიჯდა ბაღანის ანალიზი. შეიძლება ეს ვირუსი ქონდეს, აღარ აღმოჩნდა ის და ყაი არ მაქვს ის ფული. რუსებთან აღარ გეტყვით, მაგალითად ბიზნესია, შავი ფული, არჩევნების არასწორად ჩატარება, ესე იგი ვისაც უნდა იმას აჟენენ, აფერ ახლა მე რო ვიყოს ძლიერი სახელმწიფო, მეტაცებული გაქვს ჩვენი მიწები. მოსტორია. ხო და მე ჯერ მიტაცებული აქვს მიწები, რამდენი ხალხი დეღუპა. ეს პირველი დღე გარა ეს საუკუნეობით ბრძოლობს ქართველები მაგისტრის. რუსული კანონი სასტიკი კანონია. მე თუ გეხმარები შენ ახლა დავუშვათ მე თქვენ ვუხდარ მე გეხმარები შენ რომ აღსდგეთ კონდეს ჯამთოლო გატო ახლა იყო წლეკის ტუბერკულოზი ხო შემიეყრანა ევროპა ხო დაფინანსა უფასოა ბაღნების დაფინანსება კი ბაღნებს რომ აღმეთ მოკვლასაცილოს იგენი აფინანსებენ რატო ცუდია რატომ ადამიანის ტერია შენი ტერიტორია გახანი კგბ დაკვირმა ხო გაქვს შენ ჩვენი შეშროობა იმან გაარჩიოს ეს ფული სამილის 5000 სტუდენტმა რა ფრიგადი ხალხი მე არის სტუდენტი ვარ რაღაცა და ჩემი უკანფილობა და გამოვხატო ისტორია გამოვხატო რატომ და გადავხატო 5000 ამაზე უნდა დაპირდეს აღარ ახლა ამდენად შტერია ჩვენი დაუშვათ ჩვენი მთავრობაში ეს უშიშროება რომ ვერ მიხდეს ეს ფული სიდან მოდის აფერმოდის და ვიზა ეხარჯება მაგას ტყუს ნუ მეტუს ნუ რავი ანუ სინამდვილეში რა ხდება რა სურს ამით რა სურდა მე მგონი ეს მთავრობა ნამეტანი გადააჭარბა და დროა წევიდეს. დროა წევიდეს და დაუთმოს ახალგაზრდობას, არ უნდა გენდეს ჩვენი ისე ჯერეთი პროპორცია შენებდნენ და გებს საქმე პროპორცია შენებდნენ, იგი გაუქმეს. აი ინვესტიცია იყო, ვიღაცა ჩინელი მე ბანდიტებს ყაჩაღებს უნდა ჩააბარო, მე პირველი ხმა მივეს ივანიშვილს. ხო და ევიღე ხელფასი, სახში არ მომიტანე ხელფასი, ბიჭები დავუძო, წამო რესტორანში ვიქებოდა, აი რა კაცი მოდის. ისე იყო მიშაზე ჩასვლას ვავდა. ახლა მე მიშა შევხედე 3 წელიწადში მივხვდი აკეთებდა, ვერ რაღაცა გაკეთდა, ვერ შეცდომ მოგა, მაგრამ იმას შეცდომ აღიარა, ხო? აღაზე გადადგა დროებით, მე ისე ივანიშვილი ვერ ძღება შემოძმა. შენ ახლა მარტო შენ ფუზე ფიქრო და იმას არ შეიძლება, ხო და მე აღარ მივიცე ივანიშვილს რა მომიცემდი ხმას, თავებს ვიწყლები რა მიმაცემია.